მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2021 წელი პირველი ვარიანტი. ამოცანა ნომერი 23. ორი ერთნაირი ზომის ცილინდრული სხეული გადაბმულია ძაფით და ჩაშვებულია სითხეში. მოცემული გვაქვს. მოდით ეს პირველი სხეული აღვნიშნოთ. ასე მეორე სხეული იყოს ეს. პირველი სხეულის, რადგანაც გვეუბნებიან, რომ ორი ერთნაირი ზომის ცილინდრული სხეული გვაქვსო, შესაბამისად, V1 ტოლი არის V2-ის და ტოლი არის V-ს, რომლებიც გადაბმულია ძაფით და ჩაშვებულია სითხეში. წონასწორობა დამყარდა ნახალწინ ნაჩვენებ მდგომარეობაში. ρ1 სიმკვრივი ზედა ცილინდრი ნახევრადაა ჩაძირული სითხეში. ესე იგი, პირველი სხეულის სიმკვრივე გვითხრეს რომ ტოლი არის ρ1-ისო, ხოლო სითხის სიმკვრივეა ρ2. რ სითხე ტოლი არისო, მოდით ასე დავწეროთ, რ სითხე ტოლი არისო ρ2-ის და გვეკითხებიან მეორე სხეულის სიმკვრივეს. მოდით ეს აღვნიშნოთ ρ-ის, ესე იგი საძიებელი სიმკვრივე არის ρ-ი. პირველ რიგში შევნიშნოთ, რომ ეს სისტემა წონასწორობაშია, შესაბამისად ამ სხეულზე მოქმედ არქიმედეს ამოგდებ ძალას აკომპენსირებს ამ სხეულებზე მოქმედი სიმძიმის ძალა, შესაბამისად შეგვიძლია დავწეროთ, რომ პირველი სხეულის მასა დამატებული მეორე სხეულის მასა G ტოლია პირველ სხეულზე მოქმედი არქიმედეს ძალას დამატებული მეორე სხეულზე მოქმედი არქიმედეს ძალა. ეს მეორე მხრივ ტოლია. პირველ სხეულზე არქიმედეს ძალა იქნება ρ სითხე, ანუ სითხის სიმკვრივე, რომელიც ρ2-ის ტოლია, გამრავლებული ჩაძირული პირველი სხეულის ჩაძირული ნაწილის მოცულობაზე, რომელიც როგორც გვითხრეს, ჩვენ გვითხრეს, რომ ნახევრად არის ჩაძირულიო, კი ბატონო, ზედა ცილინდრი ნახევრად არის ჩაძირული სითხეშიო, შესაბამისად ჩაძირული ნაწილი თლიანის თუ არის V, ჩაძირული ნაწილის მოცულობა იქნება V ნახევარი. ანუ ეს უნდა გამოვამრავლოთ V ნახევარზე და კიდე გამრავლებული იქნება G-ზე. ამას კიდე დაემატება სითხის სიმკვრივე, მეორე სხეულზე მოქმედი არქიმედეს ძალა რო ჩავწეროთ, ρ2 გამრავლებული სხეული ჩაძირული ნაწილის სითხეში ჩაძირული სხეულის მთლიანი მოცულობა V G. როგორც ხედავთ, G-ები ბათილდება. შეუკვეცება და შესაბამისად რა დაგვრჩება. ახლა M1 თუ დავაკვირდებით, M1 რის ტოლი იქნება? M1 ტოლი იქნება ρ1 პირველი სხეულის სიმკვრივე, ρ1 გამრავლებული სხეულის მოცულობაზე, დამატებული M2 იქნება მეორე სხეულის სიმკვრივე, რომელიცაც V-ზე და ρ-ის ტოლი არის, გამრავლებული მეორე სითხის მოცულობაზე, რომელიც პირველი სხეულის მოცულობის ტოლია და ესეც V-ს ტოლია, ეს ტოლი იქნება ρ2 V ნახევარი, დამატებული ρ2 V. ეს V-ებით შეგვიძლია შევკვეცოთ, საიდანაც ρ1 პლუს ρ-ი ტოლი იქნება ρ2 ნახევარს პლუს ρ2, ეს ტოლი იქნება 3 მეორედი ρ2-ის და შესაბამისად ρ-ისთვის მივიღებთ, რომ ტოლი არის 3 ρ2 მეორეს გამოკლებული ρ1. ეს კი ტოლი იქნება 3 ρ2-ს გამოკლებული 2 ρ1 შეფარდებული 2-თან. ანუ საბოლოოდ პასუხი რო დავწეროთ, საძიებელის სიმკვრივე ტოლი ყოფილა 3 ρ2-ს გამოკლებული 2 ρ1 შეფარდებული 2-თან. პასუხი არის ეს E. პასუხი E.